საღამოშვიდობის მეგობრებო, თბილისის დროით არის 9 საათი, საღამო და მოგესალმებით მე ვახო ჯაფარიძე და დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი ფსიქოთერაპიისგან. და რა განაპირობებს ფსიქოთერაპიის ეფექტურობას, მინდა შევხედო ამას, ასე ვთქვათ, არა ფსიქოთერაპევტის მხრიდან, არამედ კლიენტის მხრიდან. რა შეგვიძლია ჩვენ, ასე ვთქვათ, კლიენტის როლში მაქსიმალურად მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ფსიქოთერაპია, რომელსაც მივმართავთ, აღმოჩნდეს მაქსიმალურად ეფექტური ჩვენთვის. და აქ არის რამდენიმე საინტერესო მომენტი. წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა მიზეზებით გადაწყვიტეთ მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. ან გადაწყვიტეთ, რომ მიმართოთ ფსიქოკონსულტანტს. ან კოუჩინგის სესიების შეძენა გადაწყვიტეთ. პირველი, რაც უნდა გავიაზროთ, უნდა გავაკეთოთ საკუთარი ცხოვრების სწორი და ეფექტური ანალიზი, იმისთვის, რომ როდესაც მივალთ და ასე ვთქვათ, დავიწყებთ კომუნიკაციას და ურთიერთობას ფსიქოთერაპევტთან, კონსულტანტთან თუ კოუჩთან, ასე ვთქვათ, რომ დავსვათ სწორი ამოცანები, მოდი ესე ვთქვათ. და იმისათვის, რომ ეს გავაკეთოთ, უნდა გქონდეს საკუთარი ცხოვრების ძალიან აქტუალური სიტუაციის, ჩვენი ცხოვრების ადეკვატური ხედვა. ძალიან ხშირად ადამიანი არის ხოლმე ემოციურად ისეთი არეული და ასე ვთქვათ, ისეთ შინაგან მდგომარეობაში, რომ მას უჭირს ეფექტური აზროვნება, მას უჭირს იმ რეალობის დანახვა, რაც მის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, არის წარმოდგენილი, როგორც პოზიტიური მხრიდან, ისე ნეგატიური მხრიდან. და პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოვიყვანოთ ჩვენი გონება ადეკვატურ მდგომარეობაში, უნდა აღვადგინოთ რესურსულობა. ანუ ემოციურად დათრგუნულ მდგომარეობაში, ემოციურად არეულ მდგომარეობაში საკუთარი ცხოვრების გაანალიზების ყველა მცდელობა არის 99%-ით განზირული შეცდომებისთვის. ამიტომ პირველი რაც უნდა ვქნათ, უნდა აღვადგინოთ ნეოკორტექსის ნორმალური მუშაობა. რა არის ნეოკორტექსი? ჩვენი გონება იყოფა ორ დიდ ნაწილად: პალეოკორტექსი, ანუ ძველი ტვინი, რომელიც არის დაახლოებით 100 მილიონი წლის ევოლუციურად, და ეს ძველი ტვინი ძირითადად ცხოვრობს ინსტინქტებით და ემოციებით. და არის ნეოკორტექსი, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, წარმოსახვაზე, სინთეზზე, ანალიზზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, შემოქმედებითობაზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნეოკორტექსი არის სულ რაღაც დაახლოებით 6 მილიონი წლის. და იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფორმირება არ არის ევოლუციურად დასრულებული, მთელი, ასე ვთქვათ, ძალით ვერ ერთვება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ხანდახან. და პალეოკორტექსი, ანუ ძველი ტვინი, რომელიც განაპირობებს ჩვენს ინსტინქტურ ქცევას და ემოციურ ქცევას, მარტივად რო ვთქვათ, თრგუნავს ჩვენს ნეოკორტექსს, ანუ ტვინის იმ ნაწილს, რომელმაც იდეაში გაადამიანურობა გამოიწვია. ხო და იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებას ადეკვატურად შევხედოთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა აღვადგინოთ ნეოკორტექსის ნორმალური ფუნქციონირება. მაგრამ ადამიანი ხანდახან ემოციურად ისე არის არეული, რომ ამის გაკეთება უჭირს და მარტივად რო ვთქვათ, ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ნეოკორტექსს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ელექტროენერგია. იმისთვის, რომ ტვინი სრულფასოვნად ჩაერთოს საკუთარი ცხოვრების ანალიზში, სინთეზში, გააზრებაში და მივიდეს იმ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, იმ დასკვნამდე, რაში სჭირდება საბოლოო ჯამში მას ფსიქოთერაპევტი, რაში სჭირდება კონსულტანტი, რაში სჭირდება კოუჩი. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტექნიკები, მაგალითად სტრესის დაძლევის ტექნიკები, რომელზეც ბევრჯერ მისაუბრია. თუ ვინმე, ვინც მისმენთ ახლა, თუ არ იცით, ასე ვთქვათ, რა არის სტრესის დაძლევის ტექნიკა, როგორც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ სტრესი, დასვით პლუსი და გაჩვენებთ.
თუ ვიცით ყველამ როგორ დავძლიოთ სტრესი იმისთვის რომ 5-10 წუთით მაინც მოვიყვანოთ საკუთარი თავი დროებით მაინც გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმისთვის რომ ჩვენი აღქმა ესეთი დამახინჯებული არ იყოს ну მაშინ ესე იგი გწონიათ სამბები და ასე ვთქვათ ეს ტექნიკა არ გჭირდებათ ანუ ჩემი მხრიდან მისი დემონსტრირება არ არის საჭირო ანუ პირველი ნაბიჯი ეს არის რესურსული მდგომარეობის აღდგენა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ იმისთვის რომ გავიგოთ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში მაშინ ასე ვთქვათ უნდა გქონდეს ადეკვატური მდგომარეობა არის მსმენელები ვინც არის ის როგორ აღვადგინოთ რესურსული მდგომარეობა უმარტივესად კეთდება ესე იგი ვაკეთებთ როგორ ვიდებთ ხელებს მხრებზე და ვიწყებთ აი ესეთ მოძრაობას ანუ აი აქ რო გავდეს მოფერებას აი ესეთ მოძრაობას აქ მოდი პირდაპირ ეხლა ვცადოთ ხო დავხუჭოთ თვალი და გავაგზავნოთ აი ესეთი მოძრაობა შემდეგ წარმოვიდგინეთ რომ მოვსეირნობთ ზღვის პირას და მოდი დავთვალოთ 20 ნაბიჯი ხმამაღლა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას თვალი დახუჭული გვაქვს ახლა მოდი ვკონცენტრირდეთ რაიმე სასიამოვნო მოგონებაზე მთელი ყურადღება გადაიტანეთ ამ სასიამოვნო მოგონებაზე არ აქვს მნიშვნელობა რას უკავშირდებოდა როდის იყო ცხოვრების რა სფეროდან არის მთავარია რომ არის სასიამოვნო მოგონება ახლა ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას და მოდი წარმოვიდგინეთ რომ მოვსეირნობთ ლამაზ მწვანე პარკში და აქაც დავთვალოთ 20 ნაბიჯი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 გავჩერდეთ თუ თქვენი მდგომარეობა გახდება ცოტა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული საკმარისია. თუ ემოციები იმდენ ძლიერი იყო თავდაპირველად, რომ ესე ვთქვათ, ემოციურად ისევ გაჯანჯღარებთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამოიყენოთ ეს სავარჯიშო, კიდევ ერთხელ გააკეთოთ, მერე კიდევ ერთხელ გააკეთოთ, რომ მოხვიდეთ ასე ვთქვათ, მეტნაკლებად გაწონასწორებულ მდგომარეობაში. შემდეგი ნაბიჯი ეს არის საკუთარი ცხოვრების პირველადი ანალიზი. როგორ ვაკეთებთ ამას? კარგი იქნება თუ ამას გავაკეთებთ წერილობით. აიღეთ, ესე ვთქვათ, საწერი ხელსაწყოებით და ჩამოწერეთ ყველაფერი ის, რაც გაკმაყოფილებთ უკვე თქვენს ცხოვრებაში, ხო? ყველაფერი ის, რასაც მიაღწიეთ, ყველაფერი ის, რითიც ხართ კმაყოფილი, ბედნიერი, აი ცხოვრების ყველა სფეროს დაუყევით. ანუ რითი ვარ კმაყოფილი და მინდა რომ ეს შევინარჩუნო ამგვარად. ამას რო ჩამოწერთ ყველაფერს, ხო, იმ სიას, რითიც ხართ ცხოვრებაში უკვე კმაყოფილი, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე რამდენი რამეა მათ ცხოვრებაში უკვე ასე ვთქვათ წესრიგში, რამდენი რამე ფუნქციონირებს ნორმალურად. იმიტომ რომ პრობლემა ხანდახან იმდენად ემოციურად მძაფრია, რომ აი იმაზე არიან მთლიანად გადართული, უვიწროვდებათ აღქმა და ავიწყდებათ რამდენი რამეა მათ ცხოვრებაში გადასარევად, ხო? ამიტომ პირველი ნაბიჯი წერთ სიას იმისა, რაც გვაკმაყოფილებს, მოგწონს, გვინდა ამის შენარჩუნება, ასე ვთქვათ, ეს ტენდენციები ესავსებით გვაკმაყოფილებს. შემდეგ შეხედეთ ამ სიას და გაიაზრეთ, რა არის თქვენში ასეთი, რა თვისებებია, რა გააწყვეტილებები მიიღეთ, ასე ვთქვათ, რამ განაპირობა, აი თქვენში რა არის ისეთი, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ, ხო? რომ ყველაფერ ამას უკვე ფლობთ, რომ ყველაფერი ეს არის თქვენ ცხოვრებაში. ზეციდან ხო არ ჩამოვარდნილა, ვიღაცამ ხო არ მოგიტანათ ესე მზამზარეულად თექშზე, ხო? ესე იგი, ძალიან ბევრი მომენტი იყო, როდესაც სწორად იმოქმედეთ, სწორი გაწყვეტილებები მიიღეთ, სწორ შინაგან მდგომარეობაში იყავით, სწორად აზროვნებთ და ასე შემდეგ.
ეს გაჩვენებთ იმ რესურსებს, რასაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ უკვე საკუთარ თავში, ხო? იმის გააზრება თუ რა თქვენი რა თვისებები დევს, აი თქვენი კეთილდღეობის საფუძვლად, ხო? ასე ვთქვათ, რა მიზეზებია. თქვენ რა შუაში ხართ თქვენ კეთილდღეობასთან, მარტივად რო ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვნად დაგანახებთ იმას, თუ რამდენი შინაგანი რესურსი გაქვთ და რა შეგიძლიათ დაეყრდნოთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში შექმნათ თქვენთვის პოზიტიური ცვლილებები. მეორე სია, რომელსაც ვაკეთებთ, ეს არის სია იმისა, რაც არის თქვენ ცხოვრებაში წარმოდგენილი, მაგრამ გსურთ რომ მოიცილოთ, ხო? რა უარყოფითი მომენტებია თქვენ ცხოვრებაში, რაც გსურთ რომ არ იყოს თქვენ ცხოვრებაში. და აქ არ არის საუბარი რაღაცის ნაკლებობაზე, მაგალითად არ მაქვს საკმარისი ფული. ამაზე არ არის საუბარი. აი მაგალითად მაქვს ვალი, კი ბატონო. რამდენად არის თქვენ ცხოვრებაში ის მომენტები, რაც არ გაკმაყოფილებთ, რაც არ მოგწონთ და გსურთ რომ ასე ვთქვათ თქვენი რეალობიდან ეს ყველაფერი გაქრეს. შესაბამისად, მეორე სია ეს არის იმის სია თუ ზოგადად რა პრობლემები გაქვთ, ხო? რა არის ის ნეგატიური მომენტები, რისგანაც გსურთ გათავისუფლდეთ. ამ სიასაც შეხედეთ და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა. ასე ვთქვათ, აი მთელი ეს პრობლემები, მთელი ეს სირთულეები, წინააღმდეგობები, ასე ვთქვათ და ყველაფერი ის, რაც მოხდება ამ სიაში, როგორ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ანუ მე რითი დავეხმარე ამ პრობლემებს, ასე ვთქვათ, შექმნაში. რა თვისებებმა განაპირობა ჩემმა, ხო? რა გავაკეთე, ან რა არ გავაკეთე, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა. თუ პირველი სიის შემთხვევაში ვაანალიზებდით საკუთარი კეთილდღეობის შინაგან ფაქტორებს და მიზეზებს, ანუ თქვენ რა შუაში ხართ თქვენს კეთილდღეობასთან, იმ დოზით რა დოზითაც გაქვთ, მეორე სიის შემთხვევაში ვაანალიზებთ რა შუაში ხართ, რა კავშირი აქვს თქვენს პიროვნებას, ასე ვთქვათ, თქვენს პრობლემებთან. როგორ შეუწყეთ ხელი ამის შექმნას, ან ასე ვთქვათ, როგორ შექმენით საერთოდ ყველაფერი ეს. შემდეგი სია, რომელიც უნდა შევადგინოთ, ჟღერს ასე, რა არ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მინდა რომ მქონდეს, ხო? ანუ ეს არის სასურველი მიღწევების სია, რეალურად, სასურველი ტრანსფორმაციების სია. აი აქ ვწერთ, ესე იგი იმ მომენტებს, რაც არ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. ასევე შეგიძლიათ დაუვაროთ თქვენ ცხოვრების ყველა სფეროებს ამ კუთხით. ეს მოგცემთ იმის გააზრებას, თუ ასე ვთქვათ, რისი მიღწევა გსურთ. შემდეგ დააკვირდით მეორე სიას, რომელიც შეადგინეთ და დაფიქრდით, აი ამ პრობლემის მაგივრად რა გსურთ. ხო? მაგალითად, მაქვს არეული ურთიერთობა პარტნიორთან, ამის მაგივრად რა მინდა. მაქვს ასეთი და ასეთი ფინანსური პრობლემები, ამის მაგივრად რა მინდა. მაქვს ასეთი ჯანმრთელობის პრობლემები, ამის მაგივრად რა მინდა. ანუ პრობლემები გადააქციეთ მიზნებად. პრობლემისგან მინდა გავთავისუფლდე და ამის მაგივრად ჩემ ცხოვრებაში მინდა გაჩნდეს რა. რა უნდა შემოვიდეს, ანუ როგორ უნდა შევიცვალოს ეს რეალობა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რისი მიღწევა გსურს და არა რას გვინდა გავექცეთ. იმიტომ რომ თუ ამ გაქცევის ფსიქოლოგიით ხელმძღვანელობთ მხოლოდ, ხო? მაშინ ცხოვრებაში გამოდის ხოლმე ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე. მე მგონი აქამდე ეს გასაგებია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სია, რომელიც უნდა შევადგინოთ, ეს არის სია, რომელიც დღეს ასე. რა არ არის ჩემს ცხოვრებაში და მადლობა ღმერთს, რომ არ არის. ანუ არ არის და არც მინდა რომ იყოს. ზოგადად ეს არის ხოლმე რაღაცა ნეგატიური მომენტები და მე შემდეგ შეხედეთ ამას ყველაფერს. შეხედეთ აი ამ მეოთხე სიის ჩამონათვალს და გაიაზრეთ. ჩემში რა არის ისეთი, რომ ჩემს რეალობაში აი ეს ნეგატიური მომენტები არ არის, ვერ ჩნდება. აი ესეთი მარტივი არამარტივი არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი 4 სია გჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ. ასე ვთქვათ, რამდენი კეთილდღეობა გვაქვს უკვე, ხო? ამაში საფუძვლად ჩვენი რა თვისებები დევს,
რა პრობლემები გვაქვს და პრობლემებს საფუძვლად რა ჩვენი თვისებები უდევს ისევ, რა მინდა, ასე ვთქვათ, მიზნების ჩამონათვალი, საბოლოო ჯამში ჩემი სასურველი რეალობა როგორ გამოიყურება და რას ვაკეთებ ისეც, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ჩნდება რაღაცა უარყოფითი არასასურველი მომენტები, რაც შეიძლება გაჩენილიყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი ისეა მოწყობილი, რომ ეს ნეგატიური მომენტები უბრალოდ ჩემს რეალობაში ვერ გაჩნდება. აი ამ ანალიზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, როდესაც მივმართავთ ფსიქოთერაპიას, ან საკუთარ თავზე მუშაობა, შეიძლება ასე ვთქვათ, თერაპიული მუშაობა ინდივიდუალურად ჩაიტარო, კოუჩინგური მუშაობა ინდივიდუალურად ჩაიტარო. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა იქნება ჩემთვის სასურველი მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რომ ფსიქოთერაპიული საუბარი, კოუჩინგური ურთიერთობა, ეს არის პროექტი. ნებისმიერ პროექტს ყოველთვის აქვს გასაგები მიზანი, გასაგები შედეგი. შესაბამისად, შეგვიძლია გავაკეთოთ ესე. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებდათ, რისთვისაც გსურთ მიმართოთ დახმარებისთვის, წარმოვიდგინეთ, რომ ყველა ეს პრობლემა გაქრა. და ჩვენი დილას გაახილეთ თვალი და აღმოაჩინეთ, რომ ეს პრობლემები აღარ არსებობს თქვენს ცხოვრებაში, თქვენს რეალობაში. როგორ მიხვდებით, რომ ამ პრობლემებმა მიგატოვათ? კონკრეტულად, რას დაინახავთ თვალით ბუკვალურად? რას გაიგონებთ? რას იგრძნობთ? გარშემო მყოფები რა ცვლილება შეამჩნევენ თქვენში? სამყარო როგორი გახდება თქვენს გარშემო? ეს მოგცემთ იმის გააზრებას, თუ კონკრეტულად რა შედეგის მიღწევა გსურთ. არა მარტო თერაპიის შედეგად, არამედ ზოგადად ცხოვრებაში, ხო? აი რა მიმართულებით გსურთ წახვიდეთ. უბრალოდ ჭაობიდან თუ გინდა ამოხვიდე, ხო? უნდა იპოვო მაგალითად რაღაცა საყრდენი, ხე მაგალითად, რომელსაც თოქს გამოაბავ და იქიდან ამხო. აი ესეთი მიზნის განსაზღვრა, სასურველი რეალობის განსაზღვრა, სასურველი ცვლილებების განსაზღვრა, სასურველი მდგომარეობის განსაზღვრა წარმოადგენს ზუსტად აი ესეთ, ასე ვთქვათ, სამაშველო საყრდენს. სადაც შეგიძლია გამოაბა ეს წარმოსახვითი თოკი და შემდეგ ამ ჭაობიდან ამოძვრე. იმიტომ რომ ეს ორიენტირი თუ არ არის, ხო? შეიძლება აი ამ ჭაობში იტრიალო და იდუღო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. პრინციპში რაც ხდება ნევროზის დროს. კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი. როდესაც განსაზღვრეთ, რა ცვლილება გსურთ, აი როგორ გამოიყურება თქვენი სასურველი მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სასურველი მდგომარეობის ცნება, ხო, ეს წარმოდგენა გადავიყვანოთ ჩვენი გრძნობათა ორგანოების ენაზე. აი მაგალითად, რას დავინახავ ამ დროს? რას გავიგონებ ხმების დონეზე? რას ვიგრძნობ ემოციურად, რას ვიგრძნობ ტაქტილურად? შესაძლოა რაღაცა სუნებიც იყოს, შესაძლოა რაღაცა გემოებიც იყოს, ხო? ყველაფერი ერთად, იმისთვის რომ ეს ვთარგმნოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეცნობიერი გონების ენაზე, თუ ჩვენ ქვეცნობიერ ენას ზუსტად ესეთი რაღაცეები ესმის ყველაზე კარგად. შესაბამისად, როდესაც განსაზღვრული გვაქვს, რა მინდა, რა მიმართულებით მინდა რომ მოხდეს ჩემი ცვლილებები, შემდეგ გვახსოვს, ხო, რომ ამას ვაკეთებთ საკუთარი ცხოვრების აი ანალიზის შემდეგ. ჯერ ანალიზს ვაკეთებთ. ამ ანალიზს რო გავაკეთებთ, ძალიან ბევრი რესურსი გამოჩნდება თქვენი. გაგახსენდებათ, რომ ძალიან ბევრი იცით, ძალიან ბევრი შეგიძლიათ, ბევრი რაღაცისთვის მიგიღწევიათ, ბევრი რაღაცა გააკეთეთ უკვე კარგად და სწორად. შესაბამისად, ამ უძლურობის შეგრძნება გაქრება. უსუსურობის შეგრძნებას გააქრობს ეს ანალიზი, ხო? თორემ ეს უსუსურობის შეგრძნება არის საკუთარი თავის ილუზორული დავიწროვებული აღქმის შედეგი. წარმოიდგინე, რომ მიდიხარ სარკესთან და ეს სარკი აჩვენებს, რომ ხარ უფრო ვიწრო, ან უფრო პატარა, ხო? დაახლოებით მასეთი რაღაცა ხდება საკუთარი თავის აღქმის დამახინჯების დროს. ამიტომ აი ეს ანალიზი მეტნაკლებად ადეკვატურად გიჩვენებთ, რომ თურმე გქონიათ ბევრი რესურსი, რასაც შეგიძლიათ დაეღოთ. და შემდეგ, როდესაც იფიქრებთ იმაზე, თუ რა გინდათ, რა ცვლილება გსურთ განახორციელოთ, ანუ სად გინდათ მიხვიდეთ, რისკენ გინდათ მიხვიდეთ, რასთან გინდათ მიხვიდეთ, შემდეგ გაიაზრეთ, ხო, აი, როგორ შეიძლება ეს გავაკეთო დამოუკიდებლად.
რა არის ჩემში ისეთი უკვე, რასაც შეიძლება დავეყნო, რომ ამ მიმართულებით დავიწყო ნაბიჯების გადადგმა. ამ მომენტში ძალიან ხშირად აღმოაჩენთ ხოლმე, რომ პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე გეგონათ. და იმ შემთხვევაში თუ გრძნობთ, რომ არ გამოგდით, ხო, იმ შემთხვევაში თუ გრძნობთ, რომ აი ვიცი რა მინდა, ჩემში ბევრი რესურსი არის, მაგრამ ვერ ვხედავ როგორ, ვერ გამიგია როგორ, ასე ვთქვათ, გრძნობ რომ რაღაცა მაკლია, არ გამომდის ამ შედეგისკენ სვლა, აი ამ შემთხვევაში გჭირდებათ დახმარება. დახმარება რეალურად გჭირდებათ მაშინ, როდესაც თქვენთვის გაცხადებულია, ანუ კარგად ხედავთ მიზანს და რატომღაც არ გამოგდით ამ მიზნის მიმართულებით სვლა, ან მიდიხართ, მაგრამ გიგონება ერთ წელზე ტრიალებთ და ერთ იგივე რაღაცეები ხდება. ეს შემდეგ აქ მიდიხართ ადამიანთან დასახმარებლად, თერაპია იქნება ეს თუ კოუჩინგი თუ კონსულტირება და ეუნებთ ეს რაღაცას. მინდა მივახციო აი ამას და არ გამომდის. და აი აქ ძალიან დაგეხმარება თქვენი შინაგანი რესურსების ცოდნა, იმიტომ რომ სავარაუდოდ გიხავთ ესა და როგორ აპირებ ამის მიღწევას, აბა თქვენ ეთქვით, რომ აი ეს ვიცი შემიძლია დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ არ გამომდის. რატო არ გამომდის? იმიტომ რომ არსებობს, აი მოწამოვიდეთ ესეთი რაღაცა. გაქვთ მიზანი, გაქვთ გეგმა, როგორ შემიძლია, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, რომ აქ მივიდე. ამ ნაბიჯების გადადგმა შემიძლია, მინდა мотивაციაც მაქვს, მაგრამ რატომღაც შედეგი არ გამოდის. ხო, აი შესრულების პროცესში ან რაღაცა ირევა, ან მავიწყდება. ან რაღაცა მისტიურად გამოიყურება ეს რაღაცა უცებ ჩდება რაღაცა მოვლენების სიტუაციები, რომელიც ასე ვთქვათ განაპირობებს ჩემს მარცხს ამ მიმართულებით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქვეცნობიერი გონება არის მიმართული სულ სხვა მიმართულებით. ანუ თქვენი ქვეცნობიერი გონება არ უჭერს მხარს ამ მიზნის მიღწევას, ამ ცვლილებების განხორციელებას. და ფსიქოთერაპიის, კოუჩინგის და კონსულტირების მიზანი არის ზუსტად იმაში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიღრმის გათვალისწინებით, რომ აღმოაჩინოთ ის ქვეცნობიერი, გაუცნობიერებელი ფაქტორი, რომელიც გიშლიდათ ხელს და ეს ფაქტორი გადააქციოს რესურსად. მაგალითად, გაქვს წარმოდგენილი შენი მიზანი და გეკითხება ესეთ რაღაცას, ხო, კონსულტანტი ან თერაპევტი. რა გიშლის? რომ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით იარო და წახვიდე. და შენ არაფერი, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ფაქტი არ გამოდის, ხო? და აი ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპევტს აქვს ხოლმე სხვადასხვა ინსტრუმენტების არსენალი, რომ აღმოაჩინოს ის გაუცნობიერებელი მომენტი, რასაც ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც რეალურად არსებობს, მაგრამ შენ არ იცი, რომ ეს შენში ზის. ეს რა შეიძლება იყოს ეს, რა ფაქტორები შეიძლება იყოს ეს? ეს შეიძლება იყოს ტრავმა, რომელიც გაქვს დავიწყებული, შეიძლება ბავშვობაში ხდება რაღაცა, ხდებოდა, რის შედეგადაც თავი იგრძენი ან მეორეხარისხოვნად, ან არასაყვარლად, ან უმწეოდ, ან დაუცველად, ან კიდევ რაღაცა და ამან ჩაგაყენა სუსტ პოზიციაში. დათანხმდი, ქვეცნობიერად, გაუცნობიერებლად დათანხმდი, ასე ვთქვათ, მეორე, მესამე, 55 როლს შენს ცხოვრებაში და ცხოვრობ სცენარით, რომ აი ჯერ ყველამ, ასე ვთქვათ, უნდა გაიხაროს, ყველამ უნდა მიაღწიოს თავის სასურველს და მერე თუ დარჩა რამე ნარჩენები, აი იმას მივეძალები მე. აი რაღაცა საშინლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, 80% ადამიანების, ვინც მოდის სხვა პრობლემებით, ასე ვთქვათ, დაახლოებით აი ესეთი მიზეზია ხო. ხელისშემშლელ მიზეზებში შეიძლება იყოს რწმენაწარმოდგენა, ან უფრო ვიტყოდი შთაგონება. ანუ უყურეთ, არსებობს ნეგატიური რწმენაწარმოდგენები, მაგალითად, საკუთარი თავის აღქმა უმწეოდ, რომელიც ჩამოყალიბდა ტრავმის შედეგად. მაგრამ შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, რწმენაწარმოდგენა, ესეთი აზროვნება საკუთარ თავზე, როგორც მეორეხარისხოვანზე, რომელიც ჩამოყალიბდა არა ტრავმის შედეგად, არამედ მიბაძვის შედეგად, მაგალითად, ოჯახში იყო ესეთი წესშუეულება. ან, ასე ვთქვათ, ბევრჯერ იძახდნენ ამას. ანუ არა ტრავმატული გზით.
ან გასწავლეს, ან შთაგაგონეს, მარტივად რო ვთქვათ, ხო? და კვალიფიციური ფსიქოთერაპევტ შეუძლია რომ აი ეს ამნეზირებული, დავიწყებული შთაგონების, ასე ვთქვათ, წერტილი თქვენ ცხოვრებაში აღმოაჩინოს, ამოიტანოს ზედაპირზე და შეცვალოს. ეს რას გავს, იცით, აი მატარებელი მიდიოდა მაგალითად პარიზში და ვიღაცა მოვიდა გადმორთო რაღაცა წინგირში წავიდა. აი ამ ხელისშემშელი ფაქტორის აღმოჩენა გავს ზუსტად იმ წერტილს, სად მოხდა ეს გადართვა, იმისთვის რომ ისევ ასე პირობითად რო ვთქვათ პარიზისკენ გადმოვრთოთ, ხო? და შეიცვალოს აზროვნების სცენარი სასურველი მიმართულებით. რა შეიძლება კიდევ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი? ანუ ერთი არის მიზეზი წარსულში, ხო? სადაც მოხდა ან ტრავმა, ან შთაგონება. ასე ვთქვათ, სადაც ან ტრავმატული, ან არატრավმატული გზით ვისწავლეთ რაღაცა შეზღუდვა, შეზღუდულად აზროვნება, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ საკუთარი თავის ზუსტად ის ვერსია, რომელსაც ძალუც დამოუკიდებლად თერაპიის გარეშე, კოუჩინგის გარეშე სასურველი ცვლილებების მიღება, ან ასე ვთქვათ, არასასურველი პრობლემების დაძლევა. რა შეიძლება იყოს კიდევ ხელისშემშლელი ფაქტორი? ანუ ერთი არის მიზეზები წარსულში და მეორე ეს არის ფაქტორები აწმყოში. ხანდახან ყალიბდება ჩვენი პიროვნების მეტნაკლებად დამოუკიდებელი ნაწილი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს პრობლემა ნარჩუნდებოდეს და არსად არ მიდიოდეს. რატო? იმიტომ რომ ამ პრობლემის შენარჩუნებით ისწავლა რაღაცა ფარული სარგებელის მიღება. მაგალითად, პრობლემა უფულობა, დაბალი ფინანსური შედეგიანობა და ასე ვთქვათ, ფარული პლუსი, აქედან რასაც ღებულობს, უსაფრთხოება. იმიტომ რომ არის იქ სადღაც ბავშვობაში შთააგონეს, ან ტრავმატული გზით, ასე ვთქვათ, ჩაებეჭდა თავში, კლიენტი გავდა ბავშვობაში ოჯახი დააყაჩაღეს და ამის შემდეგ ჩაუჯდა თავში, რომ დიდი ფული ტირე ძალიან დიდი საშიშროება, ხო? და აი ამან ჩამოაყალიბა, ასე ვთქვათ, ფსიქიკაში პერსონაჟი, რომელსაც ეს სამუშაო დავალებასავითაა გაწერილი, მოდი ისე ვქნათ, რომ ჩვენ პატრონს არასდროს არ გქონდეს დიდი ფული, რომ დავიცვათ. ხო და აი ეს პიროვნების ეს ნაწილები ხანდახან აბსოლუტურად კეთილის რახვებით ქმნიან აი ამ პრობლემური მდგომარეობის შენარჩუნებას, ან დაბალი შედეგიანობის შენარჩუნებას. და მოდი ესე ვთქვათ, ამ პიროვნების ნაწილებს გულწრფელად სჯერა, რომ დიდ სიკეთეს აკეთებენ თქვენთვის. და როდესაც ცდილობთ ამ პრობლემისგან გათავისუფლებას, პიროვნების ამ ნაწილს ძალიან წინს და ამბობს რა, მოიცა კაცო, მე ესეთი დავალება მივიღე, რომ უფულოდ გამყოფო, რომ დაგიცვა. შენ მეჭიდავები ცდილობ, რომ ასე ვთქვათ, გამისროლო შენი ცხოვრებიდან, ხო? რატო რა დაგიშავე? ამდენი წლის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდი ზუსტად იმ დავალებას, რაც მომეცა. აი, ხო არის ხოლმე ორგანიზაციებში ადამიანი, რომელიც რაღაცა სამუშაოს აკეთებს, გულწრფელად სჯერა მას, რომ კარგ რამეს აკეთებს, აბსოლუტურად, ხო? და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი მას პრეტენზიებს რომ უყენებს რაღაცას, ამას აქვს აბსოლუტური უსამართლობის განცდა. აი, აქ არის ერთ-ერთი იგივე. თან საინტერესო ის არის, რომ ეს პიროვნების ნაწილები, როდესაც ჩამოყალიბდა, ანუ, როდესაც მოხდა ზოგადად ან ის ტრავმა, ან ის შთაგონება, აი ასაკის იმ დროს არის ჩამოყალიბებული და არის იმ, ასე ვთქვათ, იმხელა, იმ ასაკის. მაგალითად, აი ის ჩემი კლიენტის მაგალითი რომ მოვიყვანე, ოჯახი დააყაჩაღეს, იყო 8 წლის. შესაბამისად, პიროვნების აი ეს ნაწილი, რომელიც განაპირობებდა მის უფულობას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მას გვერდი აევლო, ასე ვთქვათ, ფინანსური ზრდის შესაძლებლობებისთვის წარმატებით, ხო? პიროვნების ეს ნაწილი იყო 8 წლის. წარმოიდგინეთ, 8 წლის ბავშვი მართავს შენს ფინანსურ სიტუაციას. ნუ გასაგებია, ხო, როგორი შედეგიანობა გვექნება. ნულთან მიახლოვებული. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ ხარისხიან ტრანსფორმაციაზე, აქ არის პრობლემის წარმომქმნელი მიზეზების გარდაქმნის აუცილებლობა ერთი და მეორე პიროვნების იმ ნაწილების გარდაქმნა, ასე ვთქვათ, მათთვის ახალი სამუშაო დავალების გაწერა. მაგალითად ესე, მანამდე თუ, ასე ვთქვათ, დაპროგრამებული იყო პირობითად, რომ ვთქვათ, ეს პიროვნების ნაწილი იმაზე, რომ
უფულობა ტირე უსაფრთხოება, შევცვალოთ ეს პროგრამა. ფული ტირე სოციალური დაცულობა. მაგალითად, ხო? Შეიძლება უფრო დაცული იყოს, ფული გამოიყენოს ზუსტად იმისთვის, რომ უფრო მეტი დაცულობა შექმნა. და პიროვნების ის ნაწილი, რომელიც მანამდე შენს წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ სჯეროდა, რომ დიდი სიკეთე მოაქვს, აქ უცებ ამუშავდება სხვა მიმართულებით და მოგიტანს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, სიკეთეს. აი ეს არის ძირითადი სქემატური მონახაზი იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ როგორც კლიენტებმა, გახსოვთ ხო რა ვთქვით? მოვიდეთ რესურსულ მდგომარეობაში, ჩავატაროთ საკუთარი ცხოვრების ანალიზი, არა მარტო ის თუ რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, არამედ ის თუ ესე ვთქვათ რატო ხდება. ჩემი რა შინაგანი მომენტები განაპირობებს ხო ჩემს კეთილდღეობას, ჩემს მიზნებს, ჩემს პრობლემებს და ასე შემდეგ. ეს მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი გავიაზროთ რა მინდა. ხო ჩემი სასურველი მდგომარეობა, როდესაც გავთავისუფლდები იმ პრობლემისგან, რომელიც მაწუხებს, ამ შემთხვევაში რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, რას დავინახავ, რას გავიგონებ, რას ვიგრძნობ, სხვები რას დაინახავენ ჩემში, სამყარო როგორი გახდება და ასე შემდეგ. და მხოლოდ აი ამის შემდეგ თუ გრძნობთ, რომ დამოუკიდებლად არ გამომდის, აი აქ მივდივართ თერაპიაზე, თუ პრობლემის დაძლევა არ გამომდის, ვეუბნებით იცი რა, აი ამის აი ესეთი ცვლილება მინდა, აი ესეთი პოზიტიური მდგომარეობაში მინდა მოვიდე, მაგრამ არ გამომდის, შენი დახმარება მჭირდება იმაში, რომ გავიაზრო რა არის ჩემში ისეთი, რასაც მე ვერ ვხედავ, ვერ ვაცნობიერებ, ასე ვთქვათ, და ეს მიშლის ხელს და ამ შემთხვევაში თერაპევტი გეხმარებათ, რომ ეს ამოწიოთ ზედაპირზე, გაანალიზოთ, შეცვალოთ და თქვენი წარსული, რომელიც მანამდე გართმევდათ ენერგიას, ეხლა გადაიქცევა ენერგიის რესურსად. ანუ თქვენს იალქნებში პირობითად რო ვთქვათ, დაუბერავს ზურგის ქარი, ხო? და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. თუ კოუჩინგზეა საუბარი, ამ შემთხვევაში სხვანაირად არის მოწყობილი. ანუ ვიცი რა მინდა და პრობლემისგან გათავისუფლება კი არ გამომდის ამის მიღწევა, ხო? ანუ ეფექტურობას ვერ ვქაჩავ. აი ეს არის ძალიან მარტივად სქემატურად მეტნაკლებად აი ესეთი სქემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ როდესაც მივმართავთ სხვა ადამიანს, ჯერთი გავიაზროთ, რა დოზით გჭირდება დახმარება, რაში გჭირდება დახმარება. იმიტომ რომ როდესაც მიდიხართ და თერაპიაში ან კოუჩინგში იხდით ფულს, ხო? ძალიან სასურველია, რომ ამას აქ იაზროვნოთ, ასე ვთქვათ, პროექტულ ტერმინებში. კონკრეტულად რა ცვლილება მინდა. რატო მინდა ეს ცვლილება, ხო? აი ძალიან ზუსტად ვიცოდე, მაღაზიაში რომ მიდიხარ და გინდა პური. მაგალითად, მიდიხარ და ამბობ, რა ესეთი პური მინდა, თუ შეიძლება მომეცით. აჰა, თქვენ ფული და გაძლევენ პურს. როდესაც მიდიხარ დახმარებისთვის, ხო? ძალიან სასურველია, რომ აქაც ზუსტად იცოდე კონკრეტულად რა დახმარება გჭირდება. იმიტომ რომ ეს მოგცემს საშუალებას შეაფასო პროგრესი. იმიტომ რომ ხარისხიან თერაპიას უნდა მოქონდეს შედეგი უკვე პირველი შეხვედრიდან. თუ პრობლემა მთლიანად არ გადაჭრა ერთ შეხვედრაში, ხო? მნიშვნელოვანი შვება მაინც უნდა იგრძნოს ადამიანმა, უკეთესობა უნდა იგრძნოს, მაგრამ ამ უკეთესობის დანახვის საშუალება ეძლევა მაშინ, როდესაც ზუსტად იცი სად უნდა მივიდეს და აი რო ზომავ, აი რამდენად ახლო მივედი სასურველ მდგომარეობასთან, სასურველ შედეგთან. აი ეს არის და ეს პრინციპში რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სხვისი დახმარებით ვისარგებლოთ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ეფექტურობით და მივიღოთ მაქსიმალურად პოზიტიური ეკოლოგიური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში. ახლა გვაქვს დარჩენილი კიდევ დაახლოებით 5-7 წუთი, თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა, მზად ვარ გიპასუხოთ. თუ ყველაფერი გასაგებია, არც ამასთან დაკავშირებული შეკითხვა არ გაქვთ, არც სხვა შეკითხვა არ გაქვთ, მაშინ უბრალოდ დასვით პლუსი, რომ ვიცოდე, რომ პრინციპში თემა ამოვწურეთ და შეგვიძლია ვიცეკვოთ გასასვლელისკენ.
რა ტექნიკებით ხდება ტრავმის პოვნა? გაჩნია, ასე ვთქვათ, რა ტექნიკებს ფლობს თვითონ თერაპევტი. არსებობს დროის ხაზით მოგზაურობა წარსულში, ხო? არსებობს ტრანსულ მდგომარეობაში შეყვანა ადამიანის და, ასე ვთქვათ, პირდაპირ ქვეცნობიერ შეიძლება გითხოთ და ის აღმოაჩინო. არსებობს არტ-თერაპიული მიდგომები, არსებობს სიმბოლ-დრამა, ანუ სხვადასხვა მიდგომებს აქვს ძალიან კარგად დამუშავებული ტექნიკები. უბრალოდ, იმისთვის, რომ ნებისმიერი მიდგომის ტექნიკა იყოს, ასე ვთქვათ, ეფექტური, უნდა გამოვიყენოთ, თავის ადგილზე მარტივად რო ვთქვათ, ხა? ქაფქირით ურცმებს ვარაჭედებთ, როცა ერთი ტექნიკით ცდილობენ ხოლმე აბსოლუტურად ყველაფრის მოგვარებას, მანდი იქმნება პრობლემები და როდესაც ნებისმიერი მიდგომა არ არსებობს არაეფექტური მიდგომები. არსებობს ინსტრუმენტები, რომელსაც თერაპევტი იყენებს უადგილო ადგილას, მარტივად რო ვთქვათ. თუ ადამიანი ვერ ხვდება, ან ვერ იხსენებს, რა უნდა ბლოკა ფინანსურ სფეროში, რა უნდა ქნას. ზუსტად ის უნდა ქნას, რაც ჩამოვთვალე ამ ვიდეოში. ანუ გაანალიზეთ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაცია, მერე წარმოიდგინეთ, რომ ასე ვთქვათ, ეს ბლოკი გაქრა, რა შეიცვლება, ანუ სასურველი მდგომარეობა წარმოიდგინეთ ფინანსური და შემდეგ ამით მიდით თერაპიაზე. და უთხარით, ასე ვთქვათ, თქვენს თერაპევტს, რომ იცი რა, აი ამის მიღწევა არ გამომდის და შემდეგ ის დაგეხმარებათ, რომ ქვეცნობიერიდან ამოწიოთ, ასე ვთქვათ, ის მომენტი, სადაც გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგექმნათ საკუთარ ცხოვრებაში ეს პრობლემა. მინდა ჩემი უკავშირი დავწერო თქვენს ტრენინგთან დაკავშირებით. ფანტასტიკური ცვლილებები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში მას მერე. ეკატერინე, შეიძლება რა ტრენინგი იყო? რომელ ტრენინგს გულისხმობთ, იმიტომ რომ რამდენიმე სეანსებს ონლაინ ატარებთ, კი ბატონო, 99% შემთხვევებში მხოლოდ ონლაინ. ეს ჩანაწერი დაიდება, კი ბატონო, ოღონდ Facebook-ი შლის ხოლმე 30 დღეში, ამიტომ ერთ თვე გაქვთ, რომ ნახოთ მოგეთ. დავიწყე პირველ ჩაკრის გაჯანსაღება რეიკით, ოღონდ სიყვარულის ენერგიით ძლიერი გულისრევის შეგრძნებები მაქვს პროცესში. დღევანდელ თემას არ ეხება, მაგრამ ნეტა რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ და ხომ არ აპირებთ რეიკის პროგრამის გაკეთებას. რაც შეეხება დისკომფორტულ შეგრძნებებს, თუ რეიკით მუშაობთ, 4 დღეზე დიზეთ გააკეთეთ, იმისთვის, რომ ამ დისკომფორტმა სწრაფად გადაიაროს. თუ ბევრი ენერგეტიკული ნაგავი დაგროვდა, იმაგას მოყვება ხოლმე ხანდახან ეგეთ შეგრძნებები. პირად ცხოვრების ტრენინგს გულისხმობთ? ხო, ძალიან კარგი. ძალიან კარგი, თუ დაიწყო პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. კეთილი. მე მგონი დღეს კაი ეთერი გამოგვივიდა, მეც ვისიამოვნე. შემდეგ კვირას ასევე გავაკეთებთ რამე საინტერესოს, შფოთვას თუ შველი, კი ბატონო, თან სწრაფად. შფოთვასთან არ მუშაობ იმ შემთხვევაში, თუ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების შედეგი. ვეუბნები ხოლმე, რომ რაღაცა თუ იჩხერ, სუნავ, ყლაპავ, ძაბრით იკეთებ, ბანაობ შიგნით, მე ვერ გიშველი მან და მაინც და თუ ასე ვთქვათ, ამგვარი მიზეზებით არის გამოწვეული, კი ბატონო, შფოთს საფუძვლად უდევს, ან ასე ვთქვათ, არაუსაფრთხო ბავშვობა, ან რაღაცა ტრავმა უკვე მიღებული დიდობაში. და ეს არის ჩახვეული, ასე ვთქვათ, და გირახუნებთ შიგნიდან. ამის აღმოჩენა ხდება ხოლმე ძალიან სწრაფად და მარტივად.
კიდე ერთი მომენტი, კიდე ერთი მიზეზი შფოთის შეიძლება იყოს ისეთი ცხოვრების წესი, როდესაც საკუთარ თავს ბუკვალურად, ტანჯავდა არაძლევ ამოსუნთქვის საშუალებას. მაგალითად, გააქვს რაღაცა მიზანი და აი ამას უნდა მივახციოთ და არ ძინავს, არ ჭამ, არეული მთელი ცხოვრება, აი ამ შემთხვევაში ფსიქიკამ შეიძლება დაიწყოს შფოთის სახით შიგნიდან, ასე ვთქვათ, შენთან ომი, რომ ძალით დაგასვენოს. ძალით გაგაჩეროს სახში და მაგალითად არ გაგიშვას სამსახურში. ძალით მოგაშოროს იმ რაღაცა მიზნებს და ამოცანებს, რომელზეც მთლიანად გონია რომ ხარ კონცენტრირებული ეს მანიაკალური დაჟინებულება. ანუ ხანდახან შფოთის მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოვრების წესი, არა ადამიანური, არა ნორმალური. აი სხვა შორის ემიგრანტებს ემართება ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ხალხი მიდის სამუშაოდ და თავს არ ზოგავს. სხვა შორის იდეა მაქვს ემიგრანტებისთვის ისეთი ლაივი გავაკეთო ამ თემაზე. არა მარტო როგორ გადავლახოთ ეს შფოთი და სტრესი, არამედ ზოგადად უცხოეთში როგორ მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზაცია. აქ ძალიან ბევრი პირადი ბიოგრაფიიდან შემილია მოყვე. ამიტომ მე მგონი გამოვა კარგი ლაივი. სიზმრის ფენომენზე გაგვიკეთეთი ლაივი. ეს სიზმრის ფენომენზე რა ლაივი უნდა გავაკეთო? სიზმრის ფენომენი შეიძლება ერთ აბზაცში ჩამოაყალიბო. სიზმარი ეს არის სპექტაკლი ერთი მაყურებლისთვის. თქვენს ქვეცნობიერს არ შეუძლია რომ SMS-ი გამოგიგზავნოთ, რომ აი ამას მიექცია ყურადღება. როდესაც ხედავს სიზმარს, კინოს რო უყურებ ან სპექტაკლს, ხო, უსვავს საკუთარ თავს შეკითხვას, რომ რეჟისორს რა უნდოდა, ხა აი ამით რა აზრის მოტანა უნდოდა და რაღაცა დასკვნებს აკეთებ. ანალოგიურად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სიზმარს ყავს რეჟისორი და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა. აი ამ სიზმრით რა აზრის მოტანა უნდა ჩემამდე. პრაქტიკასთან ერთად სულ უფრო და უფრო ზუსტად აღმოაჩენთ რა ასე ვთქვათ მესიჯის მოტანა უნდა და თქვენთან თქვენს ქვეცნობიერს. ყველაფერთვის უდიდესი მადლობა, ამდენი უფასო რესურსი გვაქვს თქვენგან. ძალიან კაი. ხოლმე მაქვს ისეთი მიდგომა. იზრუნე ხალხზე და ხალხი იზრუნებს შენზე. ასე რომ ზრუნველობა შეიძლება კონდეს სხვადასხვა ფორმები. კეთილი. მაშინ შემდეგ კვირას შევხვდებით და მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ კიდე რამე საინტერესო. შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვეშ დააკომენტაროთ, ასე ვთქვათ, ის პრობლემები, რასაც ეჭიდავებით და ებრძვით ცხოვრებაში და შესაძლოა ასე ვთქვათ, გავაკეთოთ რაღაცა მიქსი, გამიქსული ლაივი, სადაც შემიძლია შემოგთავაზოთ რაღაცა მარტივი გზები. ანუ თუ არსებობს რაღაცა მარტივი გზა, რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ, ამას ვამბობ ხოლმე, მაგრამ რომ ადამიანო, ეს ქენი და გეშველება. თუ არის რაღაცა, რაც მოითხოვს კვალიფიციურ მიდგომას, ამ შემთხვევაში ვეუბნები, რომ შენ თვითონ აი როგორ გითხრათ, მანასლავის ოპერაცია შენ თვითონ ხო ვერ გაიკეთებ, ბილს ხო ვერ დაიპლომბავ და ახლობით იგივეა რა. თუ რთული რაღაცაა, მაშინ ვეუბნები ხოლმე რომ მიმართეთ დახმარებისთვის. Так, რა საინტერესო მე დავბრუნდი ემიგრაციიდან ერთი თვეა და ჯერ ვერ ყვევი როგორ ავუწყო აქ ცხოვრებას ფეხი. ანუ დაბრუნდით ემიგრაციიდან. ანუ მეორე ემიგრაცია გაქვს ფაქტიურად, ოღონდ უკვე სამშობლოში. იმიტომ რომ იქ თუ დიდხანს იყავით, ეს დაბრუნება არ არის, მეორე ემიგრაცია, ოღონდ ასე ვთქვათ, იქიდან. ზუსტად ანალოგიურად უნდა აი ეს კოთ როგორც იქეწყობთ. ერთი სეანსის ფასი, ხალხს გული უსხდება ხოლმე, ამიტომ პირადში მომწერეთ. ხალხი ვოლოკორდინით დარბის ხოლმე, კლიენტებს არ გულისხმობ. Так, მე ემიგრანტი ვარ და ვხედავ როგორ ინგრევენ ჯანმრთელობას ფულის გამო 24 საათიანი სამსახური საკმარისია დასანგრევად და კიდე გამოუსვლელობას ეძებენ, რომ ზედმეტი გადაუხადონ. გამოუსვლელებს ეძებენ, გადაუხადონ დასვენების საათებზე, ყველა ემიგრანტს აკლია. არ აკლია. ქართველ ერზე იმდენმა ივარჯიშა პროპაგანდის და საინფორმაციო ომის სახით, რომ კიდე კარგად ვართ დამეჯერე. კიდე, ასე ვთქვათ, კრამიტის კომპლექტაცია მისაღებ ფორმაში გვაქვს სახურავზე რა. შიფერი მთლად არ დაცურებულა, მაგრამ ნუ ბევრია. ხო და ნუ ნებისმიერ ხალხს ეს ექსპერიმენტები რო დადგა, დამიჯერეთ ისეც
გააჩენებენ, რომ პორტალურიდან გამოასწრებენ საკუთარ ცხენებს, ამიტომ კიდე კაი დღეში ვართ. ოკეი. უნდა გავიქცე. თუ რამე შეკითხვა დაგებადათ კიდე ესეთი მნიშვნელოვანი შეგიძლიათ აქ დააკომენტაროთ, თუ რაღაცა ასე ვთქვათ, არის პრობლემები, საკითხები, რაც გაინტერესებთ და გსურთ, რომ ჩემგან მოისმინოთ რეკომენდაცია ამ პასუხის შეკითხვაზე, იმიტომ რომ ხანდახან ჩემს ძალიან მარტივი ადამიანს ხანდახან გონია რომ რაღაც პრობლემა ეს ძალიან რთულად. მაგრამ 80% შემთხვევაში მარტივი გადაწყვეტილებები ვიცი. 30 წელი ამას ვაკეთებ და ასე ვთქვათ, მარტივად შემიძლია გაგიჩვენოთ. ოკეი, აბა გავუფრთხილდით თავს და მომავალ შეხვედრამდე.